ბატონ თამაზ, დიდი მადლობა გადაცემაში მობრძანებისთვის, ძალიან საინტერესოა თქვენი აზრი და პირველი გავაჟღერებ იმას, რატომ მოგიწვიეთ. 30 წლიანი გამოცდილება აქვს თქვენს კომპანიას, დაახლოებით 60,000 მომხმარებელი და 100,000-ზე მეტი განხორციელებული პროდუქტი. ეს ნიშნავს იმას, რომ ფაქტობრივად დამოუკიდებელი საქართველოს მთელ ისტორიას მოიცავთ, გინახავთ აბსოლუტურად ყველაფერი, გინახავთ ქვეყნის რეცესიაც, გინახავთ ეკონომიკური ზრდაც, გინახავთ დიდი ინფლაციაც, გინახავთ ბევრი კრიზისიც, ზუსტად აი მაგიტომ გვინდოდა რომ თქვენ შეგეფასებინათ ეს ყველაფერი. მოდით დავიწყოთ მშრალი ციფრებით, მაისში ეკონომიკურმა ზრდამ 7.5% შეადგინა. როგორია ბიზნესის შეხედულება ამ ციფრებთან დაკავშირებით? რამდენად აისახეთ? მადლობა გიგა გადაცემაში მოწვევისთვის, ასეთი თბილი სიტყვებისთვის. დიახ, ჩვენი კომპანია საკმაოდ 8 წლმოსილი კომპანია, ცოტა ჩავასწორებ 29 წელი, შემდეგ წელს ვისურვებ 30 წელი და მართლა ძალიან საინტერესო პერიოდი გავიარეთ ჩვენს ქვეყნის განვითარებასთან ერთად. ეხლაც ესეთი მნიშვნელოვანი პერიოდია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ბევრი პერიპეტიები გავიარეთ ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე და ამის პარალელურად ჩვენ ვუყურებთ თუ როგორ ვითარდება ქვეყნის ეკონომიკა. ერთამეზე მინდა შევთანხმდეთ ყველა, რომ ქვეყნის ეკონომიკა ყველასთვის და დასაქმება და შემოსავლები ბუნებრივია ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, ვინ რა მოსაზრებას ატარებს. განსხვავებით წინა წლებისგან, თქვა 15 წლის წინ, როდესაც ძალიან დიდი უმუშევრობა იყო, იქ უფრო მეტად შეიძლებოდა უფრო მოსახლეობა უფრო აქტიურად ყოფილიყო ჩართული და ვთქვათ მოლოდინი ყოფილიყო, რომ სწრაფი ცვლილებები განხორციელებულიყო და ვინაიდან იდეაში დასაკარგი არ იყო და ეხლა არ მიკვირს, როდესაც რაღაც ვთქვათ პროცესები ისე ვთქვათ შეიძლება უნდადეს სწრაფად განვითარდეს, რაღაც ცვლილებები ვნახოთ, მაგრამ მოსახლეობის მთავარი აქცენტები მაინც გადატანილია მათ ყოველდღიურობაზე და შესაბამისად ეს სავარაუდოდ აისახება ჩვენს ეკონომიკაზე. ეკონომიკა იზრდება და ეს რა თქმა უნდა ყველასთვის კარგია. თუმცა იყო მოლოდინები, რომ შედარებით ესე ვთქვათ შენელდებოდა ეკონომიკის გულიზრდა, განსხვავებით წინა წლისგან შედარებით შენელებულია. ბატონ თამაზ, აუცილებლად უნდა გკითხოთ, აი ესე სუფთად დიოს მხრიდან უნდა გკითხოთ. ციფრები მართლაც ნორმალურია, ვერ ვიტყვი რომ კარგია, იმიტომ რომ ჩემი დამოკიდებულება ჩვენ მეზგეურმა მაყურებელმა იცის, როცა ნიშნები ზრდა ორნიშნა არ არის, მე ყოველთვის ძალიან კრიტიკული ვარ. თუმცა პირველი 5 თვის არის 9%-მდე, რაც მცირე ნამდვილად არ არის, სოლიდური ზრდა არის, რამდენად აისახა თქვენი კომპანიის ჭრილიდან აღნიშნული მაღალი ზრდა, ან მომხმარებლის ქცევაზე და გაყიდვების რაოდენობაზე. ანუ ეთყობა თუ არა, მით უმეტეს ისეთ სექტორს წარმოადგენთ თქვენ, რომ პირდაპირ პროპორციულია ხო ეს მშენებლობა, უძრავი ქონება, ასე შემდეგ. როგორ ჩანს ეს ყველაფერი თქვენი გადმოსახედით? ძალიან საინტერესო კითხვაა. საინტერესოა თვითონ ჩვენი ეკონომიკური ზრდის სტრუქტურა როგორია, ამაში ჩავიხედოთ კარგად, თქვათ, რომელი სექტორები გაიზარდნენ, რომელი არა. ჩვენ მივეკუთვნებით, თქვათ, სამშენებლო სექტორს, ჩვენ არ ვაშენებთ, მაგრამ ვემსახურებით სამშენებლო სექტორს ჩვენ გვაქვს პროდუქტი. შენობა არ ჩაბარდება თქვენი კონტრიბუციის გარშე. დიახ. და საინტერესო ასე ვთქვათ დაკვირვება გვაქვს, რომ რაღაც არასტაბილურობა შეიმჩნევა, თქვათ, რაღაცა მომენტებში არის მომატებული მოთხოვნა, შემდეგ ეს მოთხოვნა იკლებს და ესეთი რაღაცა ასე ვთქვათ ფლუქტუაცია არ არის ესეთი სტაბილური და სწორხაზოვანი ზრდა. ეს იმას ნიშნავს, რომ სამშენებლო სექტორში ოდნავ შენელებაა და ამას ჩვენ ყველა ვხედავთ, თქვათ, ისეთი კარგია, რომ ისეთი მნიშვნელოვანი არა, მაგრამ ოდნავ შენელება, თუმცა უნდა ჩავიხედოთ, რაც საინტერესოა აუცილებლად, ყველა უნდა ჩავიხედოთ, თუ რისგან შედგება ეს ეკონომიკური ზრდა, რომ ვიცოდეთ, რომელი სექტორები იზრდება. საბოლოო ჯამში, ადრე თუ გვიან ეს ეკონომიკური ზრდა ყველა სექტორს შეეხება, თუმცა რაღაც გარკვეული დრო ჭირდება. შესაბამისად, ჩვენი კომპანიის მაგალითზე მინდა გითხრათ, რომ მოლოდინი უფრო უკეთესი გქონდა, თუმცა რაღაც გარკვეული, ესე ვთქვათ, სტაბილური, ესე ვთქვათ, მდგომარეობის მოლოდინი გვაქვს მაინც. ზრდა ჯერჯერობით არ არის, სავარაუდოდ შარშემთხვეულ მონაცემებზე გავალთ, თუმცა ეს არ მიკვირს ვინაიდან მოსახლეობა მაინც ალბათ უფრო ერიდება რაღაც უფრო, ესე ვთქვათ, მსხვილ განახარჯებს
ჩვენი პროდუქცია ახლა არ არის ვთქვათ პირველი მოხმარების საგნებიდან არ შედგება შესაბამისად ალბათ საინტერესო იქნება თუ როგორ განვითარდება შემდეგ თვეებში ეკონომიკა და მოსახლეობის ქცევა. ბატონ თამაზ, ჩვენ ეკონომიკაზე ვსაუბრობთ, მაგრამ მოდით შევეცდებით, რომ ცოტა უფრო ჩავშალოთ სექტორალურად სამშენებლო მიმართულება. ჩვენ ვიცით კარგად და გვისაუბრია ამაზე, რომ მიწა არაგანახლებადი რესურსია და ჩვენი დედაქალაქის ჭრილში შეგეკითხებით, მაინც შეზღუდულები ვართ ამ სამშენებლო მიმართულებით. და ყოველ შემთხვევაში აი სამშენებლო სექტორს ყოველთვის ძალიან დიდი წილი შეაქვს ეკონომიკაში. თქვენ როგორ ფიქრობთ, ის სამშენებლო ბუმი, რაც იყო წინა წლებში, არის გადასული თუ კვლავ აქტიურ ფაზაში არის? როგორია დღეს მშენებლობის სექტორი? ხო, დიახ, ჯერჯერობით ალბათ ისევ არის მოთხოვნა და ალბათ ეს შენარჩუნდება. თუმცა ზოგადად რამდენად კარგია ეკონომიკისთვის, რომ სამშენებლო სექტორი იყოს, ესე ვთქვათ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდის ფაქტორი, ეს მეორე საკითხია, იმიტომ რომ როგორც წესი, წარმატებული ქვეყნები ძირითადად ვითარდებიან ინდუსტრიების განვითარების ხარჯზე, ანუ წარმოების განვითარების ხარჯზე. ვინაიდან წარმოება შეიძლება გაიხსნას ნებისმიერ ადგილზე, ეს იწვევს უფრო მეტ დასაქმებას, მშენებლობა მაინც გეოგრაფიად შეზღუდულია, ხო, თქვა, ამ შემთხვევაში ძალიან შეზღუდულია, ძირითადად მშენებლობა მიდის თბილისსა და ბათუმში, ეს იმას ნიშნავს, რომ თვითონ ეს ქალაქები არის გადატვირთული და თვითონ სამუშაო ძალითაც არის გადატვირთული და საერთო ჯამში რამდენად კომფორტულია ეს მოსახლეობისთვის, ეს მეორე საკითხია. ამიტომ ჯობია განვითარდეს რეგიონები, ანუ რეგიონებში განვითარდეს ეკონომიკური ის სეგმენტები ეკონომიკის, რომელიც უფრო მეტ დასაქმებას მოიტანს, ეს არის მრეწველობა, წარმოება, ახალი საწარმოები და იმის გარშემო, უკვე აი რეგიონებში იმის გარშემო, რა თქმა უნდა შენელობაც განვითარდება, ოღონდ არა, თქვათ, კონცენტრირებული მასშტაბით, როგორც ახლა ვხედავთ. ეს არის ძალიან მოკლე ხედვა, ეს არის ჩემი პრინციპული პოზიცია, რომ თბილისში და ბათუმში ასეთი მასშტაბის შენებლობა უკვე აღარ არის საჭირო, განსაკუთრებით ცენტრალურ რაიონებში. ეგრეთებული ძაბრის ეფექტი, საცობები, განსაკუთრებით ცენტრალურ ადგილებში. კი ბატონო, გარეუბნებში არსებობს ძალიან დიდი ტერიტორია, მინდა ვიხარჯოს როგორც შემთხვევით და თუ მოისმეს, არსებობს ძალიან დიდი ტერიტორია თბილისსა და რუსთავის შორის. იქ თუ მოეწყობა მაგისტრალები, გზები და დაიგეგმება განვითარება, ბუნებრივი ეს არაფერ პრობლემას არ შეუქმნის ხალხს. სხვათა შორის ემარ ჯგუფზე მიდის საუბარი, ცნობილი ბურჯ ხალიფას პროექტის განმახორციელებაზე და ზუსტად მაგ სივრცეში იგეგმება თბილისსა და რუსთავის შორის ზუსტად აი ეს დიდი სამშენებლო ინვესტიცია. ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი გადაცემა გქონდა, თუმცა სანამ ქმედით ნაბიჯს არ დავინახავთ ამ კონკრეტული კომპანიისგან, მანამდე გაჩერებულები ვართ. ბატონ თამაზ, ცოტა რთული შეკითხვა დაგისვათ, იმიტომ რომ მოლოდინებზე ზოგადად და პროგნოზებზე ყოველთვის რთულია საუბარი. რას ელოდებით წლის ბოლომდე? 7.9% მივიღეთ მაისში, 8.8% გვაქვს 5 თვის. როგორი მოლოდინი აქვს ბიზნესს ამ შემთხვევაში 2025 წლის ჯამურ ეკონომიკურ ზრდაზე? რას ელოდებით თქვენ? ანუ რა გაძლევთ? აი, რა სიგნალები არის ის? იქ არის გარკვეულწილად ხელისუფლების ფაქტორი, იქ არის საგარეო რეგიონალური ფაქტორი. ჩვენ ვხედავთ, რომ საერთოდ პოლიტიკისგან სტერილურები ვართ, მაგრამ ჩვენ ვხედავთ მაინც გარკვეულწილად турბულენციებს, როგორც შიდა პოლიტიკურ მოწყობაში, ასევე გარე პოლიტიკურ მოწყობაში. როგორია თქვენი მოლოდინი? ხო, ძალიან რთულია ეკონომიკა, თქვათ, გამო პოლიტიკური პროცესებისგან, ეს ძალიან ერთმანეთთან დაკავშირებულია და ბუნებრივია, რთულია ახლა განსაზღვროთ, როგორი პერსპექტივა იქნება. რა თქმა უნდა, არის რაღაც საკითხები, რომელიც შეიძლება არ მოგწონდეს, რომელიც ბიზნესზე მოქმედებს, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ყველა, იმიტომ რომ ბიზნესის კლიმატის დაზიანება საბოლოო ჯამში სულად აისახება ინვესტიციებზე და ჩვენ ვხედავთ, რომ უცხოური ინვესტიციები შემცირებული. ეხლა იმ უცხოური ინვესტიციები რომ მეტი იყოს ჩვენი ეკონომიკურს და როგორც თქვენ ვძალეთ, თქვენთვის მოსაწონი ციფრები იქნებოდა და ყველასთვის მოსაწონი ციფრები. ამიტომ ის რაც ხდება, თქვათ, პოლიტიკურ ასპექტში, თქვათ, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, ეს ნამდვილად არ აისახება საბოლოო ჯამში ბიზნეს კლიმატზე, ამიტომ ალბათ ჩემი პროგნოზი ისეთია, რომ ალბათ ეს ზრდა ეკონომიკურ ზრდა როგორც არის, თქვათ, სოფლიო ბანკის მიერ თქვათ, გაკეთებული პროგნოზი იქნება დაახლოებით 7%-ის ფარგლებში, 7-8%-ის ფარგლებში შეიძლება, ეს არის ძალიან კარგი მაჩვენებელი იქნება წლევანდელი წლისთვის.
და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სასურველია, რომ ეს ფაქტორები, რაც ნეგატიურად განასახადოს ეს პოლიტიკური ფაქტორები, მოიხსნას და მოხდეს გარკვეული კონსენსუსის მიღწევა პოლიტიკურ ძალებს შორის. ეს არის თავარი ამოცანა ჩვენი, იმიტომ რომ ეკონომიკა არ არის მხოლოდ მნიშვნელოვანი, თავარი მნიშვნელოვანია როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებ და რამდენად ეს ქვეყანა იქნება ის ადგილი, სადაც ადამიანები ბედნიერად გაატარებენ თავიანთ ცხოვრებას. ბატონო თამაზ, ძალიან კარგ ათოსზე გადახვედით და აუცილებლად ბოლო შეკითხვათ ეს უნდა დაგისვათ. წინა ორ შეკითხვაში გარკვეულწილად ამას პასუხი გაეცით, მაგრამ მაინც მინდა გკითხოთ. საქართველოს ეკონომიკური სტრუქტურიდან გამომდინარე, რა არის ის ძირითადი ფაქტორები, რაც დღეს განაპირობებს ჩვენ ეკონომიკურ ზრდას და რა არის გასაუმჯობესებელი ფაქტორები, როგორც წეგან ახსენეთ, როგორც მე ვთქვი, ის ციფრები რომ მივიღოთ. ანუ სად გვაქვს სამუშაო იმისთვის, თქვენ ახსენეთ ასევე გარკვეულწილად პოლიტიკური მდგენელი, რომელიც განუყოფელი ნაწილია ამ ყველაფრის, თუმცა თქვენ როგორც ბიზნესის 29 წლიანი ისტორიის წარმომადგენელი, რა რეკომენდაციას გასცემთ პოლიტიკის შექმნელების მიმართ, რა უნდა გავაკეთოთ, რომ ციფრები გავაუმჯობესოთ? ძირითადად ჩვენ ყველა ვიცით, რომ დღევანდელი ან უბრალოდ დღევანდელი და წინა წლების ეკონომიკური, ასე ვთქვათ, წინსვლის და წარმატების ერთადერთი ფაქტორი ეს არის ჩვენ და სამწუხაროდ ალბათ უკრაინის ფაქტორი. ანუ ის რომ რაც ხდება უკრაინაში, ამან რა თქმა უნდა განაპირობა რეგიონში ეს ეკონომიკური და სხვა არაფერმა, ეს იგივე ეხება სომხეთსა და საქართველოსაც, სხვა ფაქტორებს ჩვენ აქ ვერ ვხედავთ, თქვა ჩვენ არ გვინახავს რაიმე ტიპის დიდი ინვესტიცია, დიდი ქარხნები, ასე შემდეგ. ეს არის ის ფაქტორი, რომელიც ხა ზუსტად როგორ აისახება ეს ძალიან რთულია, იქ რაღაც ექსპორტია, რეექსპორტია, რუსეთიდან შემოსული ფინანსები, ასე შემდეგ, მაგრამ ფაქტია რომ ეს არის. ანუ ეს ფაქტორი არის არასტაბილური, ხო? ჩვენ გვინდა რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს უკრაინაში ომი. უკრაინაში ომის დასრულება ეს ბუნებრივია, იქნება ძალიან კარგი, თუმცა შესაძლებელია ამან გამოიწვიოს და გამოიწვევს კიდევაც იმ ფაქტორების მოხსნას, რაც აქამდე იწვევდა ჩვენს ეკონომიკურ ზრდას. ამას ერთვება სომხეთსა და თურქეთს შორის გაუმჯობესებული ურთიერთობები, ან თუ კი რაიმე ფაქტორი არსებობდა, რომ საქართველოს გავლით ხდებოდა რაღაც სომხეთში ტვირთების გადაზიდვა, ესეც ეკონომიკური ზრდის ფაქტორი იყო, ესეც უახლოეს წლებში მოიხსნება, შესაბამისად ჩვენ გვჭირდება ისევ და ისევ მთავარი ფაქტორი, ეს არის ევროპისკენ ასე ვთქვათ, მოძრაობა, ევროკავშირისკენ ინტეგრაცია, რაც შეიძლება, ჩვენ ვიცით, რომ უკვე მოლდოვამ დაიწყო მოლაპარაკება, გადავიდეს შემდეგ ეტაპზე, ევროკავშირთან გაიხსნა მოლაპარაკებები და ჩვენ ამ პროცესს სამწუხაროდ ჩამორჩებით, რაც მინდა ყველა მიცოდეს, რომ არის მოსახლეობის 80-ზე მეტი პროცენტის უკვე სურვილი, რომ საქართველოს იყოს ევროკავშირის ნაწილი და თუ რა სარგებელი მოაქვს ევროკავშირში ყოფნას, ეს ელემენტარულად შეგვიძლია ავიღოთ სტატისტიკა და ვნახოთ, როგორ განვითარდნენ, თქვათ, ბულგარეთი იქნება თუ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, მას შემდეგ, როცა გაწევრიან ევროკავშირში და რამდენად მაღალი ცხოვრების დონეა მათთან. არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ, ბატონ თამაზ, იმედია, ჩვენს გადმოგვესწრება ეს კლუბი და გავიგონებთ ძალიან მარტივ სიტყვას, რომ გაიხსნა მოლაპარაკებები. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და არაჩვეულებრივი ანალიზისთვის. მე ყოველთვის ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებს თქვენნაირი ადამიანების, ბიზნესის წარმომადგენლების ანალიზს, იმიტომ რომ როგორც დასაწყისში ვახსენე, ბიზნესი ასახავს ეკონომიკას და ეკონომიკა ასახავს რა თქმა უნდა ბიზნესს. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ჩართულობა მსგავს აქტივობებში და ისწრაფად ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით და აქვე პირობას ჩამოგართმევთ, რომ კვლავ იქნებით ჩვენი სტუმარი ძალიან მალე. სიამოვნებით, დიდი მადლობა გიგა თქვენ გადაცემას და ზოგადად იმ ადამიანებს, რომლებიც ასე აქტიურად აშუქებენ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, ვინაიდან თქვენი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან დიდი მადლობა, შევახსენებ ჩვენს მაყურებელს, რომ თამაზ დაუშვილი კომპანია დიოს დამფუძნებელი იყო ჩვენთან ერთად